წელის მალთაშუა დისკოს ენდოპროთეზირების დროს ხელოვნური დისკით მეშვეობით ხდება დაზიანებული და გაცვეთილი დისკის მასალის ჩანაცვლება. ეს ოპერაცია მიზნად ისახავს წელის და ფეხის ტკივილის მკურნალობას ხერხემლის ბუნებრივი მოძრაობის შენარჩუნებასთან ერთად. წელის მალთაშუა დისკის ენდოპროთეზირება არის წელის მალების შერწყმის ალტერნატივა იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აწუხებთ დისკის დეგენერაციული დაავადება ხერხემლის დეფორმაციის და არასტაბილურობის გარეშე. წელის მალთაშუა დისკოს ენდოპროთეზირების უპირატესობებია მოძრაობის შენარჩუნება და ამ დონესთან მოსაზღვრე დისკებისთვის მომავალში შესაძლო რისკების მინიმუმამდე შემცირება. ჩარევის დროს სისხლძარღვთა ქირურგია ხორციელებს ქირურგიულ მიდგომას 3-4 სანტიმეტრის ჭრილობით მუცლის ქვემო ნაწილში. ქირურგიული ჩარევის დროს სისხლძარღვთა ქირურგის მონაწილეობა ამცირებს მსხვილი სისხლძარღვების და ნაწლავების დაზიანების რისკს. ოპერაციის შემდეგ 24 საათის განმავლობაში პაციენტებს ტკივილის კონტროლის მიზნით უტარდებათ მედიკამენტოზური თერაპია, თუმცა შეიძლება იმავე დღეს პაციენტების გაწერა სამედიცინო დაწესებულებიდან სახლში, თუ ისინი გამოსული არიან ანესთეზიის მოქმედებიდან და მათი ტკივილი კარგად კონტროლდება ტკივილგამოყუჩებელი აბებით. შემდეგ საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს შეუძლიათ 2 კვირაში დაუბრუნდნენ მსუბუქ სამუშაოს. ბევრი პაციენტი უბრუნდება მსუბუქ სამუშაოს 6 კვირაში. და სიმძიმეებთან დაკავშირებულ სამსახურს ისინი უბრუნდებიან 3-6 თვეში. ფიზიოთერაპია და რეაბილიტაცია ასევე შეიძლება საჭირო გახდეს ოპერაციიდან 6 კვირაში.